მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგოთ ყველა ის ადამიანი, ვინც არის პატიმრობასაშინო, ვინც არის განსასწელში და ვისაც რავი ბევრი რამ გიჭირთ, უცხოეთში მყოფ ქართველებს და რა ვიცი ძალიან ბევრი ტკივილი არის ამ ქვეყანაში და ყველა სიხარული და ბედნიერება მინდა გისურვო და ამ ტკივილის გადატანა, რასთავარია, აი ამ ტკივილში რომ გავძლიერდეთ ჩვენ, სწორედ ამიტომ ჩვენ აი ყოველთვის მომყავს ხოლმე მოძღაი მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე თუ რამე საათი ვნახე რაღაცნაირადო ჩავსვა ხოლმე მოძღვრები, იმიტომ რომ აი დღეს გვაძლიერებენ ეს ადამიანები და ძალიან საჭირო გახდა მათი რჩევები რა და ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანს ძალიან უჭირს და ძალიან წყურია და ჭირდება ღმერთი და აუცილებლად ყოველთვის შევეცდები რომ აი მაქსიმალურად გამოვიყენო ეს დრო ხოლმე დაგლოცეთ მამაო დიდ მადლობას მოგახსენეთ მამა ლუკას უპატაშვილი ყავს დღეს სტუმრად რომელსაც მამა მოგვიანებით მოგილოცავთ 100,000 მოწამის ხსენების დღეს ძალიან გიყვართ თქვენ ეს გიორგობას მოგილოცავთ დიახ ხო როგორც გიორგო მომილოცეთ მამაო სხვათა შორის თქვენ ტაძარში მოვიდი და გაოცებული დავრჩი ძალიან მე პირველად ვიყავი ხო იცით თქვენ ტაძარში და ძალიან მომეწონა და აუცილებლად სულ ვივლი ხოლმე ძალიან მართლა რაღაცნაირად ისეთ შენარჩუნებული გაქვთ და ისეთი გაკეთებულია თითქოს რაღაცნაირად ძველი დროის რაღაც მე-18 საუკუნის ტაძარში ვიყავიო და მადლობა თან არაჩვეულებრივი მრევლით მამაო ქართველები ძველად ხო იცი რა საკვი გქონდ მე-4, მე-5, მე-6 საუკუნისას და მე-15-მე-16 საუკუნეს მიგოჩი ახლა არისო ძველი ერის აზროვნება გვაქვს და მართლაც სულ მიკვირდა მე აი თქვათ აი ძველი მე მიმაჩნდა მე-6 საუკუნე, მე-5 საუკუნე, ოქროს ლომი ძველი წელთაღრიცხვის 28 საუკუნე, აი ამას ვეძახდი სიძველეებს და მე-17-მე-18 საუკუნე თითქოს არაფრად მიმაჩნდა აი გუშინ წინ იყო ვფიქრობდი ერთმა ხელოვნებად წოდნემ პატრონმა ზაზა ნიშნიანიძემ აი სწორედ ასეთი კუთხით დამანახა რომ ძველი ერის აზროვნება გვაქვს ჩვენო და ამიტომ არისო რომ ასე აღვიქვამთო რომ და სიძველე მოგწონს იმიტომ რომ რაღაცა იმ ეპოქის ბეჭედი ადევს და მადლი ადევს და მოგწონს ის ეპოქა აქ გაჩერება აი გელათში რომ მოხვდები ქვები მიყვა აი ქვები ატარებენ აი ხო დავითი შეხებია იმას და ნუ აი ასე სიწმინდეები და ნუ ღმერთმა გვიმრავლოს სიწმინდეები და ზოგადად ჩვენი ერი სიწმინდის მოყვარე ერად ითვლება და მადლობა ღმერთს. სხვადასხვა მამა მე მიყვარს ხოლმე ესე აი სხვისი ნაქონი და აი ნივთი რაღაცა ხატები მიყვარს ძველი რაღაცა და ეს ის რაღაცნაირად მოძდებს ამას თავისი ენერგია რა თქმა უნდა დადებითი რა და ძალიან მომწონს ხოლმე რაღაცა უკვირთ ხოლმე ხანახა რომ მივალ ხოლმე სადმე და აი რაღაცა აი რომელიც ნალოცია რომელიც ძველი ოფრუის და აქვს ამას მთელი ის აქვს ადამიანი რასაც შეეხება ყველაფერზე თავის კვალს ტოვებს კეთილს თუ უარყოფითს აი გასაღები აქვს ადამიანს მიცემული ღმერთმა რომ 64-ე დედამიწა რო შექმნა და დედამიწა მარტო არ არის შექმნილი დედამიწა მარტო ვერ იარსებებს ამ galaktikაში მთელი ეს galaktikები დედამიწისთვის და ადამიანისთვისაა შექმნილი და აი ამის ბატონ პატრონად ღმერთმა ადამიანს ჩააბარა ეს როდესაც ადამიანს შექმნა მას აძლევს კურთხევას რომ ეპატრონე და გამრავლდი და ესე იგი შენ უპატრონე ამას ყველაფერს და ადამიანი არის ის რომელიც მუდმივად ან სიკეთეს აფრქვევს ან ბოროტებას აფრქვევს და ზუსტად უნდა ვიცოდეთ რას ვაფრქვევთ და რას ვაკეთებთ კრიმინალისტიკაშიც ხო არის აი სადაც ადამიანი ფეხით გაივლის და გავა იქედან თქვა ერთი დღე ძაღლმა შეიძლება ის სუნი აიღოს ხო როგორ იყნოსვა აქ მაგრამ მე სულ მიკვირდა ეს როგორ კაცო შენ ფეხსაცმელით მიდიხარ სადღაც და შენს იმას როგორ ტოვებ კვალს ესეც კი კვალია შენი არა თუ შენი ნათქვამი სიტყვა შენი შენახები ხელი შენი დარგული ხე თუ შენგან დამზადებული თქვათ დარგული ვენახი და თქვათ ან დამზადებული ხატი ან შენი ნალოცი წინაპრის ნალოცი ხატი ეს რაღაცა განსაკუთრებული ისა და მერტ შეგვეციოს რომ ჩვენ შევქნათ ჩვენი შესაქმნელი იმიტომ რომ ჩვენს შთამომავალს უნდა დარჩეს და იმან უნდა თქვას რომ აი წინა თაობებმა ეს დატოვეს ახლა სვეტი ცხოველი რო სვეტი ხო გვეამაყება და ნიკორწმინდა ხო გვეამაყება და გელათი ხო გვეამაყება და ოქროს ლომი ხო მეამაყება და რა ვიცი უცხოელებში რო ხდები პირველ რიგში ოქროს ლომზე ვლაპარაკობ
იმიტომ რომ ეს ჩვენს უდიდეს კულტურაზე მეტყველებს. იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაცა გამოჩორკნილი რაღაცა, ეს არის თანამედროვე ადამიანს შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებით გაუჭირდეს იმის დამზადება, იმ ოქროს ლომის დამზადება, საქართველოს ბანკს აქვს ის თავის ემბლემად გამოტანილი და ეს იმდენად სრულყოფილი ნიმუშია ხელოვნების, რომ მეტყველებს ერზე. ძალიან დიდი სიკეთეა ჩადებული მასში. ხო ლომია, ხო მხეცია, ხო მტაცებელია, მაგრამ კეთილია ძალიან. და აი ქართველი ერი ზოგადად არის კეთილი. აი გიორგი მთაწმინდელი ბრძანებს ბერძენ პატრიარქს ოდესაც ეუბნება ქართველებს რომ დააბრალეს რაღაცა უმსგავსოებები, ასე ვთქვათ და გაგდება უნდათ რა ერთ-ერთი მონასტრიდან და ქართველთა დასაცავად წავიდა სრულიად უცნობი გიორგი მთაწმინდელი, იმ დროისთვის უცნობი, შემდგომში უდიდესი ავტორიტეტის მქონე თვითონ საბერძნეთში. და ესეთ რამეს ეუბნება, რომ ქართველთა ერი ეს არის წრფელი და უმანკო ბუნების მატარებელი. მათ არ შეუძლიათ ამ ბოროტების გაკეთება, რასაც აბრალებენო. წრფელი და უმანკო არისო ეს ნათესავიო. მესიაო რაც გამოჩნდაო ჩვენო მივიღეთო ისო. არასდროს არ გვიღალატიაო და არც არასდროს უღალატებთო თუ ღმერთს ეს უნდაო. და მაგალითად აი ეხლა გადმოვინაცვლ თანამედროვეობაში და მამა ეფრემი ვატოპედელი ბრძანდებოდა ჩვენთან საქართველოში, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და დიდ პატივს ცემს და დიდ სიწმინდეს გმადლებს და როგორც ბრძანეთ ჩვენ ტაძარსაც დიდი სიწმინდე მომადლა ღვთისმშობელმა ინევა მისი საშუალებით რომ ჩვენამდე მობრძანებულიყო და მან ესეთი რამე თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ქართველთა ერი არისო ძალიანო უბრალო, კეთილიო და დაუფასებელი ერი არისო. თუ რაღაცა სიტყვა თქვა ზუსტად ვერ ვიხსენებ, ესე იგი რაღაცა შეუმჩნეველია სხვათაგანო. და გამახსენდა მე გურამ რჩეულიშვილის ლექსი, რომ რატომ მალაო მსოფლიო ქართველებსო, ხო არ გეშინიაო რაიმესიო. და ჩემი აზრით აი ქართველებს აქვს რაღაცა ის სათქმელი, რომელიც ჩვენ უნდა ვთქვათ. რაც არის რის გამოც არის სვეტის ცხოველში მაცხოვრის კვართი, რის გამოც არის ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში და საერთოდ რის გამოც ვარსებობთ დღემდე. და საოცარი ის არის, რომ ჩვენი აი კულტურის ყველაზე დიდი მიღწევები, ჩვენი რელიგიის, ნუ რაც დაგვრჩა ტაძრები, ისიც დიდებულია, ხო? რამდენი დანგრეულა, რამდენი განადგურებულა, 26,000-მდე ნანგრევია საქართველოში, როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ და ნუ გადაგვირჩა რამდენიმე ტაძარი, ხო? ფაქტიურად რამდენიმე ტაძარი შეიძლება ჩამოთვალო 100, 200 ვთქვათ, ხო? მაგრამ აი 26,000 ნანგრევი რო გაქვს, რას ნიშნავს ეს? რომ რა კულტურა ქონდა რა ერს? ღმერთის დიდება ეს იყო ცხოვრების წესი. და ბუნებრივია რომ ღმერთი სადაც ლოცვაა, იქ როგორც ამბობს ერთი ღვთისმეტყველი, სადაც ლოცვაა, იქ სიცოცხლეა, სადაც სიცოცხლეა, იქ სიხარულია, სადაც სიხარულია, იქ მშვიდობაა, სადაც მშვიდობაა, იქ ბედნიერებაა. და აი ასეთი მაგალითად მე აი სწორედ მაგ ბედნიერი ვხდები მაგალითად სვეტი ცხოველში რო შევდივარ, როდესაც გელაც ვნახულობ, როდესაც ტყეში ვნახულობ ტაძრის ნანგრევს, ეს ნუ ღმერთის სიყვარულითაა ის ნაგები, ღმერთის სიყვარულით. აი სვანეთში ხო არის ერთი სოფელი, რომ სადაც არის 74 ეკლესია. ეს როგორ სოფელში როგორ მაგრამ აი ყველა აშენებდა ღვთის სადიდებლად და ნუ როდესაც ისი რა რისი სიყვარულიც გულში ის არის უპირატესი შენთვის და თუ თქვათ რაღაცა მატერიალური კეთილდღეობა გამოუჩნდება ადამიანს რაღაცა თავის სიამოვნებისთვის კი არ ხარჯავს ღვთის დიდებისათვის ხარჯავს და ჩვენ ერს დღესაც არ უჭირს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დალხენილი მატერიალურად გულისხმობ დალხენილი პერიოდია ჩვენი ისტორიის მანძილზე. მე მას გულისხმობ რომ ახლა ყველას კი არა აქვს ეს დალხენილი პერიოდი, მაგრამ იმდენი დოვლათი გროვდება და ღმერთმა ქნას რომ ომი არც მოხდეს საქართველოში. ომი თუ არ მოხდება, ბუნებრივად მშრომელიერი ვართ და ეს ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა ავაღორძინოთ და ეს დოვლათი უნდა შევქნათ. და რა თქმა უნდა,
ღვთისადიდებლად უნდა იყოს ეს ყოველივე. ნუ კაპიტალიზმს კი ჩვევია ეს, რომ არის უკიდურესი გაჭირვება და უკიდურესი ფუფუნება. მაგრამ რაღაცათა ეს ჩვენმა რელიგიურობამ, ჩვენმა ღვთისმოყვარეობამ ეს უნდა გადააბალანსოს. აი მაგალითად ჩვენთან ისე მდიდრებს თუ ექნებათ ეს ღვთისმოყვარეობა და გადააბალანსებენ ამ თანხებს ღარიბებზე ძალიან კარგი იქნება. კი. იმიტომ რომ ძალიან ცუდი სიტუაცია ამ ხრივ, იმიტომ რაღაცა მხარი არის, რომელიც დიდარია და რაღაც მხარი არის უკიდურესად გაჭირვებული და თქვენ ახლა ეკლესიაში ალბათ ამჩნევთ ამას და ვიცი რომ კი, რა თქმა უნდა, აი მე ერთხელ მაგალითად ქალაქში შუა გაიკრიბა. ქალაქში ვიყავი და შეღამებული იყო და მანქანით ველოდები ვიღაცას და ახლოში ბუნკერი დგას და მოვიდა ცოლ-ქმარი. ბუნკერში ჩაიხედეს, გადაყრილი ხაჭაპურები ნახეს. ახალწლო პერიოდია ეს, აი მარხვის დროს რო გაქანებული ჭამასმა მიდის ის პერიოდია და ეს ხაჭაპურები იპოვეს და ჩაანათეს ხაჭაპურია. ამოიღო, გახსნა, დაობებული რა კარგია, ასო რატო უნდა გადააგდოსო კაცმო. და ერთი მიაწოდა მეუღლეს, ერთი ნაჭერი თვითონ ჭამა და დანარჩენი ცელოფნით წაიღეს. და ბუნკერში ჩაგდებული იყო ის, გარედან კი არ ეკიდა, ჩაგდებული იყო. და აი ამაზეც გული მეტკინა, მაგრამ ამან შემძრა, ნუ ახლა როგორ არ მინახია ბუნკერებში რომ ეძებენ ადამიანები რაღაცას, მაგრამ წარმომედგინა რომ იქ უფრო ეძებენ რაღაცა იქნება ნივთია გადაგდებული ისეთი რომ გამოვიყენო და რა. მაგრამ შემთხვევაში საჭმელი ამოიღო იქედან. აი მაშინ წლების წინ იყო ეს და მე მრევლში გამოვაცხადე, მოდი გავაკეთოთ ესეთი რამე, რომ უფასო სასადილო ჩვენი ძალებით მოვაწყოთ მეთქე ხა ისეთი ღირსეული მრევლია უბანი და ნუ ზოგადად ჩვენი ერი ღირსება უყვარს და მე მეთქი ჩვენმა შეძლება მაგერ ტაძარი ააშენა მეუთხარი და ჩვენმა სურვილებმა და მოდი ესეც გავაკეთოთ მეთქი და მოუწოდე ყველას რომ თვეში თუ შეძლებდნენ 1% ვისაც ექნებოდა სურვილი 1% თავისი შემოსავლის ამ სასადილოსთვის გადმოერიცხა ანუ ესე იგი 500 ლარი თუ აქ 5 ლარი 1000 ლარი თუ აქ 10 ლარი ხო და პრინციპში ისეთია რა იმ 1%-ის გარეშე გაიტან თავს და სანაცვლოდ ძალიან მაგარი სიკეთე კეთდება მე რისი თქმა მინდა ძალიან დიდი გამოხმობა კი წლებია უკვე ეს არის და ნუ საუკეთესო 100-120 აი დაახლოებით ყოველდღიურად სადილი შეუძლია მე რატო არ ვიცოდი მართლა არ ვიცოდი. ერთი სასადილო არის და ის ყვირის ისე და ესეც მინდოდა რომ ცოდნა აუცილებლად. მე სხვა რაღაცა მინდა ვინც საჭიროა იცის და მოდის და პურდება და ან მიაქვს კიდეც იქ. ხო მაგრამ რისი თქმა მინდოდა იცი როგორ გამოეხმაურა აი მაგალითად ეხლა იმდენია ამ ფონდში დაგროვებული. ერთი წელი რო არავინ თეთრი რო არ შემოწიროს ერთი თეთრი ეს სასადილო არაფერს არ შეიტყობს. არაფერს არ შეიტყობს. მაინც არ გავაგებინო. იმდენი არის თანხა. მაინც არ გავაგებინო თაკეთ. ვისა? არა. მაინც არაფერი არ დააყოლებს. და აი ეს მადლობა ღმერთს მე როგორც აი ამ საქმის წამოწყები წელში გამართული ვარ, იმიტომ რომ ერი დგას ფეხზე და მაგალითად იგივე ტაძრის მშენებლობა, ჩვენი ტაძრის მშენებლობა ეს იაფი ხო არ არის, ხო? და აი იგივე სასადილო ეს არ ჯდება ეს ყველაფერი იაფი, მაგრამ აი ყველაფერს აფინანსებს ერი. ან და აი უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა დააფინანსა იმ ხატის დაწერა, რომელიც ჩვენთან ჩამობრძანდა ზეთის განმამრავლებელი ალა საოცარი ხატი. ოდიგიტრია ძველად ოდიგიტრია და ძალიან მადლიანი ხატია და ძალიან ისეთი სასაულმოქმედი ხატია და თვითონ აი იგრძნობა რომ შემობრძანდა ღვთისმშობელი ტაძარში რაღაც სხვა ენერგიაა უკვე რაღაც აი ესეთ წმინდა სიწმინდე და ჩვენ სიწმინდე გვიყვარს აი სიწმინდის მოყვარია ჩვენი ერი და ეს სიწმინდე უნდა გქონდეს ჩვენ და ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ ჩვენ გავამრავლოთ ეს სიწმინდე ლოცვით იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტური მეთოდი სიწმინდის დამკვიდრებისა ჩვენში ეს არის ლოცვა თორემ რაც არ უნდა კარგი თვისებები გქონდეს რაც არ უნდა კარგი ნერგი დარგო რაც არ უნდა გენეტიკურად წმინდა სუფთა იყოს და ის თუ არ მორწყე ის გახმება ის ვერ გაუძლებს გვალვებს და ასე შემდგომ რომ სანამ გაიზრდება და სანამ მოძლიერდება ასე არის თითოეული ჩვენთაგანიც აი უნდა მოირწყას ჩვენი თვისებები საღვთო მადლით ანუ ლოცვით
და მე გამოვავლენთ ჯერ ჩვენს თავის აკეთილდღეოდ ჩვენს კარგ თვისებებს და მე კიდე ერთმანეთის სანუგეშოთ დიდი ძალა მოგვეცემა, დიდი ენერგია მოგვეცემა, დიდი მადლი მოგვეცემა. გულში სიხარული რო არ ეტევა, ის ავტომატურად გადადის სხვაზე. სიძულვილიც ესეა პრინციპში, გულში რო არ ეტევა რაღაცა ბოროტება და შხამი მერე აფრქვევს სხვაზე, სხვა ადამიანზეც აფრქვევ და ჭიანჭველაზეც აფრქვევ და დედამიწაზეც აფრქვევ და ყველაფერზე აფრქვევ, მაგრამ სიხარულიც ესეა, როცა ის აივსება, ხო, ის ვეღარ ჩერდება და გადმოდის მერე და რა ვიცი, ცეცხლევითაა, რომელიც არავს არ ჩერდება და ენერგიაც არ უჩერდება. სხვადასხვის მომაიხაი ხალხზე ის რო თქვი რაღაცა ძალიან მაგარი გულისხმიერი ადამიანებია რაღაცა ის სულ ყველა არ არსებობს რომ რაღაცა ვიღაცის გულამდე მივიდეს და მე იმის დარდმა შენ რაღაცა ზეცაგ მაინც გეხმარება აი მაგალითად ყოფილა შემთხვევა რომ ჩემამდე მოსულა ისეთი ადამიანის პრობლემა რომელსაც ფიზიკურად ვერ გადაუწყვეტდი მაგრამ ისე მიდარდია რომ შემდგომ აი ზუსტად ვიცი რომ ღმერთს ესმოდა და აუცილებლად ახმარებია რა ანუ ჩვენ არ გვეგონოს რომ ვიღაცას თუ რაღაცის საშუალება არ გვაქვს იმ წამს რომ დავეხმარებთ სიტყვაზე ვიღაცა ქუჩაში არიან რაღაცა ხო ჩვენ თუ ვიდარდებთ მასზე დარც რას გულისხმობთ რომ ღმერთს რომ ჩავეჭიდებით რომ ღმერთო ძალიან გთხოვ რომ რაღაცნაირად იქნებ გამოვიდეს ეს ადამიანი მდგომარეობა ხა ღმერთსაც უნდა რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ თუ აი ამ იმაში მონაწილეობას კიდე ზემოდან მივიღებთ ხო აუცილებლად ღმერთი აი საქართველოში როგორ მახსოვს ეკლესიების შენებლობის ერთი პერიოდი იყო ყველა აშენებდა და მე პატრიარქს უთხრეს რომ აი მე ეს მე ვაშენეს და პატრიარქი კატეგორიულად თქვა მაშინ როგორ მახსოვს ზოგი სამებაზე ამოდა ზოგი იმას ზოგი ეკლესიას აშენებს ღმერთიო და ჩვენ რო დაუკვირდეთ ხო იმს ეხა ნებისმიერ მე რო სულ რო 5 მილიონი მოგიტანდა იმ ხალხს ვარჩენდე ხო მაინც ეს გააკეთა ღმერთმა აი მამო ეს უნდა გავითავისოთ მაინც ჩვენ მამო რაღაცნაირად იმიტომ რომ ისეთი შეუძლებელი რაღაცეები ეხა თქვენ ლომზე რომ საუბრობთ იქ იმას საუბრობთ ამას ადამიანის ხელი ვერ იზა აი სვეტი ცხოველზე რომ საუბრობთ მამო ადამიანის ხელმა ეცა და დაანგრევა და ვერ დაანგრია ამდენი ხანი მოდის და მოდის აგას ვერ მოერევა ვერაფერი ხო და აი ეს მომენტი არის მამო იმას ვინ ააშენებდა მაშინ მამო ეხლანდელი ტექნოლოგიით შეიძლება ვერ ააშენო ეგეთი მაგალითად არა ამ ხელატაძარი არც ერთი რკინა-ბეტონი არაფერი საერთოდ საძირკველი აქვს ძალიან ისეთი წყალში დგას ფაქტიურად წყალდიდობების დროს იქ წყალი შედის ქვევით და აი ეს არაფერს არ უნებს და ზევით არაფერი არ იბზარება და ეს უნიკალური მეთოდი აი როგორც არქიტექტურული ნაგებობა ასე რომ განვიხილოთ სვეტი ცხოველი გნებავთ გელათი და გნებავთ ნების ეს რაღაცა საერთოდ აი ეს მშენებლობის უნარი ჩვენ ზერში იყო რაღაცა ოდითგანვე გნებავთ მეტალურგიის გნებავთ ხორბალი გნებავთ მეღვინეობა გნებავთ ფუტკარი ანუ ეს მეტყველებს რომ კულტურული ერია ძალიან კულტურული ანუ თავის ყველა გამოვლინებაში არის წარმატებული და სრულყოფილი და ბოლომდე მიყავს საქმე მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც მე მიმაჩნია სწორი რელიგიის შენარჩუნება სიცოცხლის ფასადაც და სამი ანბანი ну და გრამატიკა მე არაფრად არ მიმაჩნდა იმიტომ რომ მე მისი სწავლა ლოგიკურად არ მესმოდა რა საჭირო იყო მისისა ბრუნვები და წკრივები და ასე შემდგომ და მაგრამ მე სასულიერო აკადემიაში აი დიდებულმა ლექტორმა პროფესორმა ლეილა გეგუჩაძემ ესეთი რამე გითხრა რომ სამწუხაროა გრამატიკა რო არ მოგწონთო თითქოს ჩემზე თქვა ну მე ჩემთაზეც მივიღე და ბიჭებზეც ну ეხლა არავის არ მოსწონდა რა დროს გრამატიკა როცა თქვა ახალი აღთქმა უნდა ვისწავლოთ ძველი აღთქმა ეგზეგეტიკა პატროლოგია დოგმატიკა და ну რა დროს გრამატიკა ვფიქრობ და ამ დროს ამ საოცარმა ადამიანმა ისეთი რამე თქვა რომელიც პირდაპირ გულში მომხვდა სამწუხაროა რომ მომავალ სასულიერო პირებს არ გაინტერესებთო როგორ აზროვნებსო თქვენიერიო და ну აი ამ კუთხიდან დაგვანახა რომ გრამატიკა ეს არის შენი ერის აზროვნების დონე როგორ აზროვნებს ესე იგი ლოგიკა თავი როგორ გიმუშავებს სიტყვაზე როგორ აბამს სათქმელს როგორ გამოთქვამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მე არაფრად არ მიმაჩნდა ეს მაგრამ რო უყურებ სოფლიოში მე მგონი მარტო ქართველები ვართ რასაც ვამბობთ იმას ვწერთ რასაც ვწერთ იმას ვამბობთ ეს თითქოს მარტივია მაგრამ აი ასეთი მარტივად აზროვნება მარტივად კაი გაგებით არ რთულად არამედ მარტივად თქმა შეგვიძლია სათქმელის ჩვენი გრამატიკა გქონია მე რო აღმოვაჩინე მაშინ
სამი ანბანი გვაქვს და ერების უმრავლესობას არ აქვს ანბანი და არ აქვს გრამატიკა, რაც ყველაზე ჩემთვის საოცარია, რომ გრამატიკა არ აქვს. და მაგალითად ბერძნულ გრამატიკაზე არის უამრავი ერი თავისი ენა ბერძნულ გრამატიკაზე ააგო ან ლათინურ ანბანზე და ასე შემდგომ და წარმოიდგინეთ აი როგორი ერია ხო ეს აი ჩვენ უნდა გავიხსენოთ ვინ ვიყავით რომ ვიცოდეთ რა ვაკეთოთ რომ ვიცოდეთ მომავალში რა შეიძლება გავხდეთ როგორც ილია ბრძანებსერიო გადაშენებას იწყებს მაშინ როცა ის თავის ისტორიას ივიწყებსო და აი ეს ისტორია ჩემი აზრით დიდებული გვაქვს და ჩვენი კულტურულობა აი სწორედ ამაში გამოიხატება თვითონ კულტურა სიტყვაც ფრანგულიდან მოდის და კულტივაციას გულისხმობს ანუ მიწის კულტივაცია ვიცით რაც არის რომ უნდა გააკულტურო გარემო, ანუ სარეველებისგან უნდა გაწმინდო და კეთილი თესლის დასათესად უნდა მოამზადო მიწა. უაზროდ ხო არ ფანტავს ადამიანი, სარეველებში ხო არ ისვრის თესლს, ამზადებს იმას. აი კულტურული ადამიანიც ქვია ადამიანს, რომელსაც თავის გულში ყველაფერ სარეველას სპობს, ყველა ცუდ თვისებებს სპობს, რომ ღვთის სიტყვას ხელი არ შეეშალოს რაიმეთი. და აი ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ, რომ ღვთის სიტყვით ვიცხოვროთ. ასე გვიცხოვრია ჩვენ და იმიტომ არის შექმნილი ეს უნიკალური ნიმუშები კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, ფილოსოფიის, ღვთისმეტყველებაში უღრმესი ცოდნა გვაქვს. ერთადერთი ერია ჩვენი ერი, რომელსაც არასდროს შეცდომა არ მოსულია ღვთისმეტყველური, არასდროს შეცდომა. და როდესაც კითხულობ იოანეს საბანის ძეს, ან გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას, შენარჩუნებული აქვს ის ძველი გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებას, უბრალოდ ისე საუბრობს მთხრობელი, რომ ხვდები, რომ ეს არის უმაღლესი დონე, იმის იქეთ, რომ არაფერი არ არის. იმის იქეთ, რომ არაფერი როგორ არ არის, ესე იგი, ღმერთი ჩანს. ეს ადამიანი ისე მეტყველებს რომ ესე იგი მარტო ძალიან წმინდაა არა ამ ქვეყნიური და არა ის და ჩვენს ერთ ზოგადად ეს სიწმინდის მოყარეობა აქვს აი დღესაც იგივეა დღესაც შეიძლება თვითონ კაცი უსინდისო იყოს მაგრამ სურვილი აქვს რომ სხვა იყოს პატიოსანი და ეს ან სხვასაც ხელშუშლი ისე მომავალ გამძაფრებული სურვილი აქვს რომ სხვა იყოს პატიოსანი და არა და ამ დროს ისა უყუღმა უნდა ქნას ხო თვითონ უნდა გახდეს პატიოსანი და უფალი ესეც ამბობს რომ ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღეო და მე მიხვდებიო და მე ისწავლიო როგორ უნდა ამოიღოს სხვისი თვალიდან ბეწვიო და ჩვენ პირიქით და ამაზე უფალი გვაფრთხილებდა რომ სხვის თვალში დირეს ნუ ხედავო და შენ თვალში ბეწვს შეიძლება ხედა ან შეიძლება ბეწვსაც არ ხედავდე მაგრამ სხვისი თვალიდან გვინდა დირე ამოვიღოთ და აი ეს უნდა შევატრიალოთ და აი ესე ჩვენ რო პატიოსნებაზე გვაქვს აქცენტი გადატანილი დღესაც ესეც მეტყველებს რომ ღრმად მოაზროვნეები ვართ უბრალოდ აი ფიზიკა რო ვთქვათ ვექტორი უნდა შევცვალოთ ნუ ერზე ვამბობთ ძალიან ვინც საქართველოში საერთოდ ცხოვრობთ ვინც დაიბადეთ აქ და ვისაც გიყვართ საქართველოს მე ქართველს რო დავკვირვები ვარ რა თქმა უნდა ქართული კულტურის მატარებელს რო დავკვირვები ვარ მარტო გენეტიკურად ქართველს არ გულისხმობ. უბრალოდ აქაურობის ქართულ კულტურას გულისხმობ მე. ყველა ქართველი ერკვევა სიკეთესა და ბოროტებაში. ხვდება სად არის სიკეთე, სად არის ბოროტება. აი ეს არის აუცილებლობა. სად არის პატიოსნება და სად არის უსინდისობა ხვდება. ვერ მოატყუებ. ნუ შეიძლება თვალი დახუჭოს, შეიძლება თვითონაც უსინდისო იყოს. შეიძლება წაუძინოს სულიერი თვალსაზრისით და გაატაროს რაღაცა, მაგრამ მიხვედრით ყველა ხვდება. და ნუ იგივე სხვა ერებში დავკვირვები ვარ და იგივე არ არის სხვა შემთხვევაში ესე აი ქართველს აქვს ეს და აი ეს უდიდესი ცოდნა რომელიც მე ვფიქრობ რომ გენეტიკურია ჩვენი წინაპრის მონაპოვარია. აი ის უნდა აუცილებლად გამოვიყენოთ პრაქტიკულად. ისე მამაო ის არის, რა ქვია, აი რამდენი გაჭირვებაა, ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, ხო, აი წარმოიდგინე ხა ადამიანს რა თფიქრობ და წეღან რომ საუბრობდით, რომ ხაჭაპური იყიდაო და იპოვაო იქო სანაგვესთანო და ეს ატომ უნდა გადააგდო, წარმოიდგინეთ, ეხლა აი ვიღაცისაც, აი გული აზემწყდება ხოლმე, ძალიან ბევრს ფიქრობ ხოლმე, მართლა, აი რაღაცნაირად ყველაზე გულწრფელი ვარ ხოლმე, სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი თქვენთან ვარ, რომ მოდიხარ ხოლმე, იმიტომ რაღაცნაირად ხსნით ხოლმე, მაგრამ აი როგორი სიტუაცია არის ხოლმე, იცით მამაო?
აი ადამიანისაც შეიძლება არაფერი არ იყოს და არც იფიქროს იმას, იმიტომ აი გაზულუქებული ადამიანი ვერასოდეს ვერ წარმოიდგენს. აი რო უთხრა, რომ აი ჩემთვის ახლა აი შენ 5 ლარი რო გადააგდე, ჩემთვის მნიშვნელოვანია. ვერ დააჭერებ. განა იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება 10 იმდენი გაჩუქოს, მე და 1000 იმდენი. უბრალოდ მას არ ესმის მამაო ეს. და აი გაჭირებული ადამიანი რო შეგხედავს, რომ გიჭირს, ეგრევე გცნობს. აი თითქოს თეთრი თეცნობს, შავი შავსო რა. იმის აი ვერ გააჭ აი ერთი როგორ მახსოვს თანამდებობის პირი იყო ერთი და რო თანამდებობიდან გადავდექიო მე გავიგეო რომ პურის ფასიო რა ყოფილაო და ზეთის ფასი და რაღაცები წარმოგიდგენთ ანუ ადამიანი ამას ვერ გააცნობიერებს მამაო და აი ეს რაღაცნაირი ისეთი ჩარჩოა გარედან რომელიც სხვას ვერ დაგანახებს და ერთის ხნევ მამაო აი ადამიანებს გაჭირება და რაღაცა რო აქვთ ხო ცუდია უსაშინლესია რაზეა ლაპარაკი ხა აი მატერიალურად მაინც არ უნდა გიჭიდეს მაგრამ აი სულიერი და ესეთი გაჭირება რო გაქვს ამ გაჭირებაში მამაო როგორც ოქრო ისე იწვთობი თუ სწორ მიმართულებას მისცემ. აი როგორ უნდა მივცეთ მამო, იმიტომ რომ შემთხვევა ეხა ეკლესიაში და იმაში ძალიან ტრაგიკულად მოსული ხალხი არიან ტკივილით, მწუხარებით, იქ ყველა მიცვალებულს გახსენებს ეკლესია და ეს ძალაუნებურად იმაშვები იღლები შენ ამითაც და შენი სულიც რაღაცა მძიმდება, ხო? იქ რაღაცა და აი ამ შემთხვევაში მამო, როგორ უნდა მივხედოთ ამას, ისე რომ სწორად გამოვიყენოთ, მამო, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება კიდე რომ გადაგვიცდეს სიბოროტეში და შეიძლება საერთოდ შენმა გაჭირვებამ რაღაცა ღვთისმობამდე მიგიყვანოს. პატრიარქმა ესე დიდებული კურთხევა გასცა, ნუ მახსოვს ეს 90-იან წლებში იყო და ამას ხშირად იმეორებდა, რომ ვინც არ უნდა იყოთ. რანაირი შემოსავალიც არ უნდა გქონდეთ. დიდარი ღარიბი, საშუალო ფენა, ღატაკი შეძელითო, რომ ვინმეს დაეხმაროთო სულ მცირედითაც მაინც. სულ მცირედითაც მაინც და უნდა გყავდეთო ადამიანიო, ვიზეც თქვენ იზრუნებთო, იზრუნებთ. მე მახსოვს ერთხელ ესე იგი მოგვიკითხა ერთმა მწვანილი და ისეთმა გახარებულმა მამაო ესო მეო ვიშრომეო მოვიყვანეო და მინდაო რომ გაგასინჯოთო და მართლაც ესეთი გემრიელი იყო ეხლა ის მწვანილი საერთოდ რო არ გეწამა არც მოკვდებოდი მაგრამ იმ კაცმა გული გამოაყოლა იმას თავისი და ანუ შენზე იზრუნა წარმოიდგინე და შენ ეს გახარებს მერე როდესაც თურმე შენზე ვიღაცამ იზრუნა და ვიღაცამ იფიქრა რომ მოდი გავახარებ რაღაცით და აი ყოველთვის უნდა იფიქროს ადამიანმა რომ რაღაცით გაახარო მაგრამ ეკლესიურად ესია ღვთისმეტყველურად მატერიალურზე უფრო მნიშვნელოვანია სულიერი ანუ კეთილი სიტყვა ადამიანმა შეიძლება გამარჯობა ისე გითხრას რომ შეურაცხყოფილი დარჩე ან შეიძლება ისე გითხრას რომ გახარებული დარჩე და ჩემი აზრით აი ქართველებს სწორედ ეს გვაქვს კულტურაში ძალიან რომ ვცდილობთ რომ გავახაროთ ადამიანი აი მაგალითად ხშირად აქვს აი ჩვენ გვაქვს წამოცდენები ვით აგვაქვს ეს რომ ტექსტს დავასრულებ და გაიხარე ბოლოს ვამბობ გაიხარე და ეს მოდის ჩვენი გულიდან, იმიტომ რომ შენ არა მარტო გამარჯვება გინდა ადამიანის, არამედ გახარება მიგინდა მისი და ძველი ქართველების დალოცვა ხო ესე იყო, ფერიდნელებმა რო შემოინახეს და პატრიარქს უთხრეს და მერე პატრიარქმა ჩვენ გამოგვიცხადა. იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ეს იყო ქართველთა დალოცვა და მე არ ვიცი, სოფლიოში ამაზე დიდი დალოცვა უბრალოდ არ არსებობს. რომ იხარო ორსავ სოფელსა შინა. ჯერ უდიდეს სიკეთეს გისურვებს ადამიანი, მაგრამ მერე ფილოსოფიაა გამართული ძალიან. არა მარტო ამ ქვეყნიურ სიკეთეს და სიხარულს გისურვებს, არამედ მარადიულს. და აი ამ ბედნიერებას გისურვებს. ამაზე მეტი უბრალოდ შეუძლებელია რომ დაიტიოს ადამიანმა. ერთ პირადი კითხვა მაქვს. ასე რომ თვითონ ადამიანებმა უნდა გავახაროთ ჩვენ ერთმანეთი. თუ არაფერის ჩუქება გამარჯობა ხო შეგვიძლია გულით ვთქვათ. მაგალითად ერთ-ერთი პირველი ქადაგება მონათლის მე რაც მოვისმინე, ზუგდიდში მოვისმინე, მამა ფრიდონი ასათიანი ქადაგებდა და საყვარელი ხო და ესეთი რამე თქვა რომ დილასო მთელი გულითო მე 91 თუ 92 წელი არა 91 ნუ რა მნიშვნელობა ხო მოინათლეთ ხო მახალი მონათლული ვარ და ნუ აი როგორც ღრუბელი მამა ვახტანგ მოგონათ გადაშოეს მამა გაბრიელი არის ცუდად მამა ვახტანგის და მინდა რომ აქედან მოხსენება ყველას ხო გააძლიეროს ხო და
ესე იგი ღრუბელებით ვისრუტავდი ყველაფერს და მოვისმინე ეს ქადაგება. ზუგდიდში ვარ, ღვთისმშობლის კვართი გამობრძანდა და ეს სიტუაცია და ახალ მონათლულზე მამა. ხო, პირველი ნათლობის მერე პირველი წელი იყო, როცა დავესწარი და მაშინ იქადაგა ესეთი რაღაცა, რომ დილასო თქვენ რო ადგებითო და ვინმე შეგხვდებათო, გამოხალთო სახლიდან და მთელი გულით რომ მიესალმოთო და გამარჯვება უსუროთო, გამარჯვება ის კაციო გამარჯვებული ივლისო მთელი დღეო და მართლა ასია, სიტყვას დიდი ძალა აქვს. იმიტომ რომ სიტყვას მოყვება დიდი ენერგია და თავში ვამბობდით, ჩემგან ახლა კეთილი ენერგია გამოვა თუ ცუდი ენერგია გამოვა, ამას მე ვწყვიტავ და აი კეთილი ენერგია უნდა გამოუშვა, უნდა გააკონტროლო, რომ ჩვენ შევამსუბუქოთ გარემო. თორემ მე ვარ 57 წლის 9 აპრილის მერე რასაც უყურებ, ჩვენ სამშობლოში არის მარტო აი ნერვების შლა, პოლიტიკური დაპირისპირებები და რამხელა ზიზღი აქვს ადამიანს. არა და სხვაერი ვართ, აი შევხედოთ, მოვისმინოთ მრავალჟამიერში რა ენერგია, ქართულ ცეკვებში როგორი სიხარული დევს, ანდა ღვთისმეტყველება როგორი გამართული გვაქვს. ეს ყველაფერი ჩვენი არ არის მუზეუმში რო შევიდეთ, ის საოცარი კეთილი ნივთები დევს, აი დაწყებული ოქროს ლომიდან. და მარტო ოქროს ლომი ხო არ შეგვიქმნია, რამდენი რამეა შექმნილი. და ეს ყველაფერი ჩვენმა გენმა შექმნა და ეხლა არ შეიძლება ამ ხელა ენერგია ჩვენ ვთქვათ ერთმანეთის ნერვების შლაში ესე იგი ხარჯოთ. ნუ რა თქმა უნდა ამას თავისი საწყისი აქვს და რატომ ხდება უკვე ამასაც ხვდებით, მაგრამ რაღაცა უნდა შევწყვიტოთ და ეს სხვათა შორის დიახ, აი თქვით მამაო და მე და ფსიქოლოგების ენით რო ვთქვათ, ალფა ტალღებზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი შინაგანი სამყარო, ანუ სიმშვიდე უნდა მოვიპოვოთ. რომ ჩვენგან მერე სიმშვიდე გამოვიდეს და ჩვენი ნათქვამი გამარჯვებას მშვიდობა და სიხარული რომ მოქონდეს და სიხარული ადამიანისთვის და გამარჯვება და აი ესეთი ადამიანები რომ მოგვიმრავლდებიან ნებისმიერ პრობლემა შეჩერდება, მადლი მოიმატებს ქვეყანაში. თორე ჩვენ ნებისმიერი ნიჭის მატარებელი ადამიანი გვყავს. ჩვენ არ გვყავს საძებარი, ვთქვათ, არც პედაგოგი, არც მძღოლი, არც მეშახტე, არც აი არანაირი პროფესიის ნებისმიერ პროფესიას შეძლებს ქართველი რომ დაეუფლოს. მახსოვს აი ჩემს სტუდენტობაში დაღესტნელებმა მიმართეს ჩვენს უნივერსიტეტს, რომ გთხოვთო რომ დაღესტნურ ენაში ძალიან ბევრი 32 ენა, მიკროენა ასე ვთქვათ და გთხოვთო რომ ისე სპეციალისტები მოგვიმზადოთო და ეს სტატია წავიკითხე მათი წერილი და ვიღაცა გახარებულმა დაბეჭდა უნივერსიტეტიდან და ესეთი რაღაცა თქვა რომ აი ამას გთხოვენო. ესე იგი თქვენო ქართველებმა ისწავლეთო დაღესტნურიო, რომ ჩვენს შვილებს ასწავლოთო დაღესტნურიო, აი დაახლოებით ეს იყო. იმიტომ რომ იმდენად აქვთ ჩვენი იმედი აქვთ იმათ, რომ ჩვენ თუ მოვინდომებთ, ოღონდ ყველაფერს მივახცევთ. ხელოვნება, სპორტი, ღვთისმეტყველება, რა ვიცი, ფილოსოფია, ნუ რაშიც გინდა როგორც გინდა. თან მამო აი ამ ურთიერთობაში ხა მე რა წეღან თქვენს მინდოდა მეკითხარ თქვენს რომ აი ამ ადამიანებს ხა ვისაც სიტყვაზე ეგოისტურად ან რაღაცნაირად უპირისპირდებიან რაღაცა ხო მე პიროვნულზე მაქვს არ მაქვს სახელმწიფოებრივზე ხა სახელმწიფოს მტერი თუ ვიღაცა ნუ იქ სხვა საკითხი არის მაგრამ ის ადამიანი რაღაცნაირად ხვალ შეიძლება მოკვდეს აღარ იქნება და აი ზუსტად როცა ვიღაცა უკვდება მაგალითად თან თვითონ კვდება ან რაღაცა ის ზიზღი და ის დაპირისპირება ქრება აი გული გწყდება მე ბევრი ხო ესე უნდა უყურო რომ სხვანაირად ფიზიკურად შენ უძლური ხარ იმიტომ რომ საზიზღარი ხარ შენ თვითონ ცოდვილი ხარ და ვერ უყურებ ისე რა მტერია და აღიქვა ვიმათ მაგრამ ამ შემთხვევაში მამო აი წარმოგიდგენთ ახლა როცა აი მაგალითად ან ომი იყო ან რაღაც საერთოდ ჩემს გვერდზე ან ვიღაც გვერდზე ვინ იდგა ვერ აკონტროლებდი ყველა გინდოდა გადარჩენილიყო ყველასთვის სიკეთე გინდოდა ყველა ერთი აი ეგ არის აი ხა მე მაგალითად თუ ცუდი ვარ სიტყვაზე და ვიღაცა მტრები
ხართ, ხო ჩემი. უნდა იცოდეთ, რომ ეს საქართველოს ტკივილი არის. ისევე როგორც ომში დგეხარ, ისე უნდა დამიდგე მეც. ეს მე წაგებული ვარ ამ ომში თუ რაც ვარ, ხო? ბოროტმა გამომიცხადა და დამამარცხა და 0-ზე ვარ, ხო? უნდა დაუდგეთ. აი ეგ არა აქვს, მამაო და მე რომ მოკვდება ეცოდე, აუ მოდი რა, კარგად ეცხოვრა, საცოდავი როგორ იცხოვრა, რაღაცა, ხო? ამ შემთხვევაში მე ხო გეცოდება ყველა. ეხა ვინც არ უნდა იყოს ტერი, ხო? აი შვილი რო გარდაეცვალოს, ეხა ჩემი და მისი მტრობა საერთოდ გამქრალი. ან თვითონაც რო გარდაეცვალა, ან ვიღაცა რო გარდაეცვალა. საერთოდ რა მტრობაზეა, მამაო, ლაპარაკი, ხო? ჩვენ ხო ერთი დრო მოვა, რომ აი 2 კვადრატი წაგვიღებს, ხო იცი, ბოლოს შეჭამა მიწავო, ისე რო ქვია, ბოლოს მდიდარსა და ღარიბსაც ერთად იმას იზამს, ხო? გაერთიანებს, ხო? ხო და ასე რომ აი გეხვეწებით, აი ამით მაინც გადავიტანოთ, თორე ზიზღი იქნება მოვა და ყველა შეგვიზის, ჩვენ თუ ესე ზიზღი დავიწყებთ, შეიძლება ეს პანელი შევიზიზღოთ და იქიდან მოვიდე და საბოლოოდ ეს ზიზღი გადიდება და სახში ვიღაცა შეგეზღება ბოლოს. ეგ ეგრე არის ზიზღმა თუ დაიძრა, მამო, მაგას გასაქანი თუ მიეც. მე მომსვლია, მამო, პირადად რომ აი ვიღაცა არ მიყვარს სიტყვაზე რაღაცა ფრანგი ან რუსი ამ მნიშვნელობა აქვს და იმერიდან მე გადმოსულა და უკვე აქ ვიღაცა მეზიზღებ. ანუ აი ამას უნდა მოუღოს, თუ ამჩნევს ადამიანი, იმიტომ რომ საცოდავია, მამო, ადამიანი საბოლოო მაქსი ხშირეზე აზროვნებს და ცხოვრობს ადამიანი. თუ აზროვნებ სიძულვილის სიხშირეს ვიხმარ, ანუ იმ რეალობაში თუ ხარ ჩაგედილი, ნიშნავს რომ შენ ამაში ცხოვრობ. თუ აზროვნებ, ანუ თუ როგორც აზროვნებ, ისე ცხოვრობ. რა თქმა უნდა. იქ ცხოვრობ, ისეთ ოთახში ცხოვრობ, ისეთ გარემოში ცხოვრობ, ისეთი თვალით ხედავ შენს ირგვლივ ყველაფერს. შენ ბევრ თემას შეეხებ, მაგრამ აი ერთ-ერთი რაც გამახსენდა ეს საოცარია, რომ თუ შენ სამშობლო გიყვარს, უნდა გიყვარდეს ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს შენ სამშობლოში. და მე ძალიან მომწონს ორი რამ, ბევრი რამე მომწონს ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ ამ ორი რამის გამახვილება მინდა ყურადღება. ფეხბურთელებს რო აქვთ წარწერა, ერთი გუნდი ვარ. მე ვარ საქართველო. და პატრულის მანქანებს აქვს წარწერა, რომ ვემსახურები საქართველოს. და აი რაღაც აი დაახლოებით ასე უნდა ვიაზროვნოთ. ეს არ უნდა იყოს რაღაცა დევიზი და ნუ მივეჩვიეთ ამ ფრაზას. შენ ხარ საქართველო. და როგორი იქნება დათათოთაშხიაში როგორ არის არა ესე იგი შენი სამშობლოს გარეთო შენი სამშობლოს დესპანი ხარ ანუ შენ თვითონ ხარ საქართველო აქ საზღვარგარეთ წარმოაჩენ საქართველოს მაგრამ საქართველოში რო ხარ აღარ ხარ საქართველო აქაც საქართველო უნდა იყო ოღონ ძალიან ღირსეული აი რა პროფესიაშიც ხარ რა მდგომარეობაშიც ხარ იყავი სრულყოფილი და პატრულის მანქანებზე წარწერა როა ეს საოცარი და ღმერთმა დალოცოს ვინც ეს მოიფიქრა ვემსახურები საქართველოს უნდა ემსახუროს საქართველოს პურის მცხობელიც მოსავლის მომყვანიც მატარებლის მძღოლიც ყველა და აი რაღაც აი რასაც გააკეთებ ის საქმე უნდა იყოს ღვთისგან კურთხეული ანუ შენი მარტო ეს ნაბიჯი მარტო ის კი არ უნდა იყოს რომ შენი ხელფასია, შენი ფულია, შენი შემოსავალი, შენი სიამოვნება, არა. შენ ეს სხვისი სიყვარულით უნდა გააკეთო. 100%. იმიტომ რომ მძღოლი მაგალითად რამდენჯერ მიმგზავრია, ესე ვთქვათ, ავტობუსით მოდიხარ და ღამე და ყველას ძინავს, მძღოლი კიდე ფხიზლად არის და ჩამოგვიყვანს ფხიზლად, მშვიდად, წყნარად. ის მღვიძარებს ჩვენთვის და მის სწორ ქცევებს და მის სწორ, ჩვენ ძილის საშუალებას გვაძლევს. აი რაღაცა ასეთნაირად უნდა იყოს, რომ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ პირველ რიგში ჩვენს მოვალეობაზე და თუ გიყვარს ანტონ დიცე კითხებიან ერთხელ, რომ შენო წმინდანი ხარო, შემჭვრეტელი ხარო და იციო ღვთისნება რაც არისო. და ისეც ამბობდა და ისეც ეუბნებოდა რომ მჭვრეტელი იყო და სასწაულმოქმედი. შენო გესმისო რაც არისო ღვთისნებაო და ჩვენო აი უბრალო ადამიანები როგორ მივხვდეთო რა არისო ღვთისნებაო რო გვეძახიო რომ ღვთისნებით იცხოვრეთ და ღვთისნებითო და მე ესე მოკლედ ჩამოუყალიბა ვისაც გინდათო რომ ღვთისნებით იცხოვროთო დაიცავითო მცნებებიო და შეასრულეთ თქვენი მოვალეობებიო აი ეს ორი რამე თუ გააკეთა ადამიანო უკვე ღვთისნებით ცხოვრობს მოვალეობა უნდა შეასრულო ღვთისცნებების არა მცნებებიც უნდა დაიცვა როგორც პიროვნებამ და მოვალეობებიც უნდა შეასრულო არა მარტო სამსახურეობრივი არამედ აი ვთქვათ ნებისმიერი მოქალაქეობრივი ვთქვათ ქუჩაში და ასე შემდგომ
ასე რომ ჩემი აზრით ჩვენ შეგვიძლია იმ გზაზე გადასვლა, რომელ გზაზეც გვივლია ისტორიულად. და ეს ჩვენ შეგვიძლია. დღესაც გვაქვს ამისი ძალიან დიდი პოტენცია და ძალიან დიდი ენერგია აქვს ჩვენს არ უნდა დავტოვოთ საქართველოს. და ამ ენერგიას მე რითი კვირდები და გაკვირებული რითი ვარ, რითი არ მოგვეწურა ეს ერთმანეთის დაპირისპირების და ერთმანეთის ასე ვთქვათ ლანძღვის და ნერვიულობა, ამას ხო ნერვიულობა მოყვება. ახალგაზრდა თაობა ნერვიულობს, ვერ ხვდება რომელია მართალი, ორივე ჩხუბობს, ორივე თითქოს სიმართლე მერე ირევა და ასე შემდგომ და აი ჩემი აზრით უფროსი თაობა თუ შეგნებულად არ აკეთებს მაშინ უნდა გაჩერდეს და არ უნდა იჩხუბოს უბრალოდ იმიტომ რომ სიმშვიდე უნდა დასადგურდეს მაგრამ ნუ ახლა ვინც ამის ასე ვთქვათ ინსპირატორია ვინსგანაც მოდის ეს იმიტომ კეთდება რომ ერი გაიყოს ორ ნაწილად და ერთმანეთზე ხარჯონ ძალიან დიდი ძალები და ნიჭი დაიმალოს ამის უხელი ხა მე ნიჭირის და ამ შემთხვევაში მომავალ ჩვენი ნიჭი გამოყენებულია ვიღაცის ლანძღვაში გინებაში და ეს ენერგია და ესე იგი ნიჭის გამოვლინებას ენერგია ჭირდება აი ფორმულა რო ვთქვათ ენერგია თუ არა გაქვს როცა ნიჭი არ იყო ვერაფერს ვერ გააკეთებდა სტიმული ისე მოკლეს მომავალ ყველაფერი იქნეს იმისათვის ხო და ეს ენერგიას უნდა გაუფრთხილდეთ ნერვიულობაში აი როგორც სასულიერო პირი ვიტყვი იმიტომ რომ ნებები შესწავლილი მაქვს თავის დროზე და ყველაზე დიდი ენერგია კი ხო არა ნებების მოქმედება მოზღვარი ხარ თვინც მაგას ალბათ არა ეს ისეთი თემაა აუცილებლად საწოდნელი იონეკი მე მინდა შემდეგში მაშინ ვისაუბროთ იონეკების აღწერელ არა რას ისაუბრებ იონეკების აღწერელი არის ამისი აი ამოუწურავი ისა რა ქვია აი წყარო ამოუწურავი უბრალოდ და ну იმის თქმა მინდოდა რომ ნერვიულობით ადამიანისგან გადის უდიდესი ენერგია ყველაზე მთავარი აი საუკეთესო ენერგია გადის და მე რჩება მთხლე და ის ენერგია რომელიც აი მობილურში რო დაგრჩება 2-3% და ესე იგი რო აღარ ლაპარაკობ რომ ეს სულ არ გაგეთიშოს და სახლამდე მიაღწევა აი დაახლოებით ეს უენერგიოთ რჩები მე ამიტომ ეს ენერგია უნდა ვაკონტროლოთ სანერვიულო არამე ჯობი არ ინერვიულო ну ერთ ფილოსოფოს ხო მამამისმა დაუტოვა ესეთი ანდერძი რომ მე არაფერი მაქვს ღარიბი ვარო და არაფერი მაქვს რომ დაგიტოვო მაგრამ აი ამას დაგიტოვებო შენო ემოციური ხარო და ამის გამო გაგიჭირდებაო ცხოვრებაში და გთხოვო როდესაც შენო ვინმესთან კონფლიქტი მოგივაო და ხშირად გქონდა კონფლიქტი ესეთი რამე უთხარიო რომ მე ჩემს მომაკვდავ მამასო პირობა მივეციო რომ ვინც მე გამობრაზებსო 24 საათი პასუხს არ გავცემო და 24 დღეღამის გავლის მერე გაგცემ პასუხსო. აი ესეთი რამე თქვიო და მე მოიქეცე და მართლა დავიწყეო ესე მამა გარდაიცვალაო და მე ესე დავიწყეო და რომ გავბრაზდებოდი წამოვენთებოდი და თუ მაწყენინაო ვიღაცა ვეუბნებოდი რომ მე ხვალ გაგცემ პასუხსო და ხვალ დღე რომ მოვიდოდაო დამშვიდდებოდაო ეს ემოციებიო და ჩვენ ახლა აფექტურ მდგომარეობაში არაფერი არ უნდა ვაკეთოთ აფექტურ მდგომარეობაში წყლის დალევაც კი არ შეიძლება და საკვების მიღებაც სიმშვიდე ყველგან და ყველაფერშია საჭირო და ცხოვრება აფექტის დაყრდნობით და ესე მუდმივი ნერვიულობა ვინ გვინთებს იმ ცეცხლს და ვინ გვისხამს კიდე ნავთს იმ ცეცხლზე ზუსტად უნდა გამოვიცნოთ ერმა და უნდა ჩავაქროთ იმიტომ რომ ჩვენ როგორც ილია ჭავჭავაძე ბრძანებს დარბაისელიერი ვართ ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარს სიმშვიდეში მყოფნა ну ეს სიყვარულზეც არა ყველაზე კარგად მაშინ აზროვნებ როცა მშვიდად ხარ ყველაზე კარგად მაშინ ავლენ თვისებებს როდესაც მშვიდად ხარ მაშინ გაქვს საქმის კეთების ხასიათიც შესაძლებლობაც თორე თუ ენერგია აღარა გაქვს მე ვერც გინდა ნიჭიერი იყავი გინდა უნიჭო შენ ხარ უკვე გაღიზიანებული და უკვე წაშლილი ადამიანი ამიტომ უბრალოდ თავის რეალიზებას ვერ მოახდენო ნიჭის რეალიზებას და ის რაც ღმერთმა ხო და ამიტომაც არის ეს დაგეგმილი რომ მუდმივად ვინერვიულოთ ჩვენ მაგრამ მაინც აღწევს ჩვენიერი წარმატებებს მაინც აღწევს ეს პატარა ერი აი მასშტაბურად რო აიღო ну ერთ-ერთი
ყველაზე აი სხვათა შორის ერთ-ერთი შემთხვევა იყო ყველაფერში მომიყვნენ ზიზღშიც პირველ ადგილზე ვარ ისე სხვათა შორის ხო ნიჩში და რაღაც სპორტებში რაღაცებში და ზიზღშიც ისეთ პირველ ადგილზე ახლა წარმოიდგინე შენ რომ ეს შეხა წარმოიდგინე რომ ჩვენ აი ამ ნერვიულობაში და ურთიერთლანძღვაში ენერგიებს არ ხარჯავდეთ და უბრალოდ ნერვიულობაში რომ ენერგიას არ ხარჯავდეთ და გააზრებულად ეს ენერგია მიმართოთ შენებისკენ, ნუ რაღაცა ზღაპრულია. აი საინტერესო შემთხვევაა ესეთი რაგბისტებმა მომიყვეს. მოკლედ სადღაც ერთი 10-15 წლის წინ ჩამოვიდნენ ისრაელიდან ებრაელები, ნუ რაგბის განვითარებას თვალსაზრისით. ჩამოვიდნენ და მიმართეს ქართველებს, რომ გვინდა რაგბის სპეციალისტები თქვენგან. და გაუკვირდათ ქართველებს ჩვენ ვიყავით ახლა მე 14-15 ადგილზე იმ დროს. ხო და ნუ ახლა ეს ეკითხებიან რომ ახლა ზელანდია, ინგლისია, საერთოდ უდახვეწილესად აქვს აწყობილი სისტემა და ჩვენ რატო დაგაინტერესეთ. და ასეთი რამე თქვეს. ჩვენო ქართველებს მაშინ ყავდა 6400 მორაგბე. აი მაშინ მე ინტერნეტში შევედი ეს რომ მითხრეს ზუსტად 6400 მორაგბე და ინგლისს აი ზუსტად პარალელურად ყავდა 9100 მსაჯი მარტო ჩვენზე ესე იგი 150%-ით მეტი ყავდა მსაჯი მარტო მსაჯი და მორაგბეები 2 მილიონამდე 2 მილიონამდე და ეხლა ჩვენ სოფლიოს გადავხედეთო და რა შესაძლებლობებიც გაქვთო და რა მიღწევებიც გაქვთო თქვენო პირველ ადგილზე ხართ ანუ ყველაზე ეფექტურადო თქვენ ახართ და მართლაც აი მაგალითად ძიუდოისტებსაც ვკითხე ერთხელ რომ ნუ ყოჩაღ რომ იაპონიაც დაამარცხეს და ქართველი ერი არის ვთქვათ 3.5 მილიონი იაპონია არის 127 თუ 118 მილიონი ტოკიოა მარტო 38 მილიონი და ქართველები მთლიანად ვართ 3.5 მილიონი და ტოკიოს ერთი უბანი ვართ რა ფაქტიურად და ამ ერმა დაამარცხა ის ერი და მე ვკითხე რომ ყოჩაღ რომ ესე ნუ პროპორციულად ძალიან დიდი გამარჯვებაა ეს ჩვენთანო ესე იგი 3000 ძიუდოისტი გვყავსო 3000-იო და იქ იცით რამდენი არის ძიუდოისტი დაკავებული 20 მილიონი ადამიანი იაპონიაში და ეს 3000 ქართველი ძიუდოისტი ფაქტიურად 20 მილიონ იაპონელ ძიუდოისტს შეერგინა და წარმოგიდგენიათ რომ კიდე ესე იგი რომ დავმარცხდებით არ გვინდა რომ მარცხდებით და ჩვენ რო ვიყოთ 20 მილიონი ძიუდოისტი რო ყავდეს არ ვიცი რა გვიშველი რა იქნება მაშინ და ანუ მე რისი თქმა მინდა ენერგია დიდი გვაქვს ოღონდ სწორი მიმართულება მადლის იმდენად გონიერი ვიყავით ისტორიის მანძილზე რომ დღესაც ვიცით როგორ უნდა მოვიპოვოთ მადლი ღვთისა ჩვენს ენერგიას თუ ღვთის მადლს მიუმატებთ აი მაგას ვერაფერი ვეღარ აჩერებს უდიდესი მადლობა, უღრმესი მადლობა იმისაც რომ ხართ. პირველ რიგში მაგ ძალიან ბევრი ადამიანი მიხსენებს ხოლმე თქვენ თავს მართლა ყველა ვისაც უყვარხართ თქვენ, იმიტომ რომ მე ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითი ხარ და აი რა ვიცი, ჯერ სულ მინდა ხოლმე ხო იცით რომ მოგიწიოთ და სულ ყოველთვის არის ხოლმე დიდ მადლობას სულ არ არის საჭირო. ხო არა, მინდა რომ თქვენაირ ხალხი შეიძლება ჩანდენ ტელევიზორში რომ რაღაცნაირად იქნებ რაღაცნაირად დავიხმაროთ. ერთმა დაგლოცოს აი ამ ცდელობისათვის და მეც ბევრგან უყვარხარ ადამიანებს და ბევრი შემოხვედრია ისეთი რომელსაც ძალიან უყვარხარ აი მაგ შენი მცდელობის გამო რომ მაგას ხო ყველა ხვდებით რომ გულშემატკივარი ხარ ამ საქმის რომ ღვთის სიტყვა მივიდეს ადამიანებამდე და ადამიანებმა შვება მიიღონ და ღმერთმა დალოცოს ვინც შვებას ღებულობს და ვინც ღმერთს ეძებს და ვინც სიკეთეს ეძებს მადლობა შენ ამისათვის პირიქით მამა მადლობა თქვენ და იმ მოძღვრებს ვინც ხართ ჩემს ირგვლივ ყველანი რავი ძალიან დასაფასებელი ხალხი ხართ სადაშოს არ შემიძლია არ მოვიკითხო მამა ალექსანდრე ბოლქვაძეს რა ჩობელია ჩემი ჩართვალეთ მეორე იმიტომ რომ რა ვიცი ეს ადამიანი არის რაღაც მისიონერი არის ამად აი ძალიან ბევრი რაღაც აქვს გაკეთებული და მამა შვილს აქვს დაბადების დღე კოსტა ბოლქვაძე აი არაჩვეულებრივი შვილი ყავს და შვილები საერთოდ ერთ-ერთი ხო მართლა აი მართლა აი გადაყოლილია მართლა თელი მასე რა არა თავის საქართველოს როგორ გაამრავლა რა მადლსაც ამრავლებს მაგრამ აი
აი მაგალითად მინდა რომ მიულოც მართლა კაი ადამიანი არის და ნუ კაი მშობლების შვილია ჯერ და იმის იქით გზაც არ გექნება რომ ესეთი ხმამ ალექსანდრშვილი რო ხარ წარმოიდგინე და ბედნიერებაა საერთოდ რომ მისი შვილი რო არის და ულოცა მოკლედ გილოცავთ ბედნიერებას გისურვებთ ყველა პატიმარს განსაკუთრებით გილოცავთ იმიტომ რომ თქვენი დარდი და ტკივილი ვიცი მე რომ რაღაც ძალიან ისე მოყვევათ ხოლმე და ღმერთმა შეგიმსუბუქო და აი იცოდეთ რომ ღმერთი არ დაგტოვებთ არავის არც ემიგრანტს არც პატიმარს იმას იმიტომ რომ აი ზუსტად მანდ რო ხართ არ დაუტოვი ხართ ღმერთს იმიტომ რომ რისგან გიხსნა თქვენ კაცმა არ იცის და მან იცის თვითონ და ჩვენ აერთიანში ვნახავთ იმ სიკეთეს რაც დააპირა ღმერთმა თქვენთვის აი ამ თუნდაც განსაცდელებით რა კარგად ზანდებოდეთ დროებით გემშვიდობებით დიდი მადლობა მამაო ყველაფრისათვის ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონოთ მე გახდით გიორგი დარასელია Facebook-ზე ეს გვერდი და იქიდება ეს გადაცემა მამა ლუკა სუპატაშვილი გახდით ჩვენი სტუმარი მადლობა თქვენ მრევს მამაო რომ ესე ზრუნავს თურმე მე არ ვიცოდი პირველად გავიგე დაფარული იყო მაგრამ ეხლა განცხადა და უფრო მეტად აი ძალიან მიხარია რომ მეტი ადამიანი იქნებ დაიხმაროს ამ გაჭირებულებს და მადლობა აი ამას აკეთებს ეკლესია რა რო იცოდეთ აი ამდენი ადამიანია დამოკიდებული და არის ყველას ვისაც ექნება ბარემს ვიტყვი ვისაც ექნება სურვილი რომ სადილზე დაპურდეს ყოველდღე 12-დან 2 საათამდე მას უმასპინძლებენ გაუმასპინძლებენ ძალიან გემრიელი კერძებით ყველანაირი კერძებით ეს არის დიდი ღომში 100,000 მოწამის ტაძარი პეტრიცის პირველ ნომერში აი ვისაც გნებავთ აუცილებლად იბრძანდით შეგიძლიათ ხვალ მამა დაიმატეთ ხალხი რომ აუიგეთ ადამიანი მაგ შემთხვევაში ზუსტად არის კაი დიდი მადლობა ყველაფრისათვის ბედნიერებას გესურვებთ და წარმატებებს კაი